ქართული ოცნების მერობის კანდიდატები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ მოსახლეობას აქტიურ რეჟიმში ხვდებიან და საარჩევნო პროგრამას აცნობენ. ნინოწმინდაში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ანივარდ მოსოიანი უკვე მესამედ აპირებს ადგილობრივების ნდობის მოსაპოვებლად ბრძოლას. ახალქალაქში კი ქართული ოცნების სახელით მოქმედი მერი მილქონ მაკარიანი იბრძოლებს. მუნიციპალიტეტების განვითარებაზე და მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვა. როგორია მერობის კანდიდატების გეგმები და ხედვები, დეტალები ჩვენ სიუჟეტში. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერად მესამე წარდგენა ჩემთვის არის არა მარტო პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობა. საკუთარ მუნიციპალიტეტზე ზრუნვა და მისი განვითარებისთვის მუშაობა ქართული ოცნების ნინოწმინდის მერობის კანდიდატისთვის დიდი პასუხისმგებლობა. ამ პოზიციაზე მმართველმა პარტიამ ანივარდ მოსოიანს უკვე მესამედ გამოუცხადა ნდობა. ახლა ჯერი მოსახლეობაზეა. მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი მუნიციპალიტეტის გამოწვევებს კარგად იცნობს. ამბობს, რომ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს და გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს მშობლიური კუთხის განვითარებისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი გააკეთოს. პრიორიტეტი ისევ რჩება ინფრასტრუქტურა, რათა განვავითაროთ და ამ ახალგაზრდებზე ისევ ახალგაზრდებისთვის შექმნათ და დავანახოთ, რომ ჩვენ გვექნება ადაპტირებული გარემო არა მარტო სპორტული ინფრასტრუქტურის, არამედ ესთეტიკური კუთხისაც, რეკრეაციული ზონები, საბავშვო ბაღები, სკოლები, მოგეხსენებათ დელეგირებით უკვე ვიწყებთ რეაბილიტაციას, სპორტული სივრცეების მოწყობა, რათა ჯანსაღი წესით დამკვირვება იყოს ამ ახალგაზრდებისთვის თავიანთ სოფლებში. ნინოწმინდის მერის პოზიციაზე 2017 წლიდან მუშაობს. იყო პირველი ქალი მერი საქართველოში. მისი მერობის პერიოდში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რომელთა ნაწილიც ახლაც მიმდინარეობს. ქალაქსა და სოფლებში მოეწყო სპორტული და საბავშვო მოედნები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის მშენებლობა, სადაც ჭიდაობის, კარატის და ცეკვის წრეები იქნება. რეაბილიტირდა 4 სკვერი, პარკი და რეკრეაციული ზონები. მუნიციპალიტეტში აშენდა ახალი სკოლები და ბაღები. ქალაქსა და სოფლებში თანამედროვე სტანდარტების ბაღებისა და სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით. მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დაიგო. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდების რეგიონში დაბრუნება იქნება. 32 სოფელია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში და ყველა სოფლებამდე მისასვლელი გზა არის უკვე მოასფალტებული. მარტო დარჩენილი იყო ტამბოვკის თემი, რომლის მოასფალტებაც ახლა წელს დავიწყეთ უფრო სწორად და მუშაობის პროცესშია. ასევე ძალიან ბევრი ავაშენეთ სპორტული მოედნები, ღია სპორტული სავარჯიშო სივრცეები, სპორტული დარბაზები, ძალიან დიდი სპორტული დარბაზი აშენდა სოფელ განძაში. ქალაქში ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ და საამაყო არის ის, რომ ქალაქს დავაბრუნეთ 2 პარკი, ჰაიოს ქართლოსის პარკი და ცენტრალური პარკი, რომელიც მიტოვებული იყო. მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად აწარმოებს, ხვდება მოსახლეობას და მათ საარჩევნო პროგრამასაც აცნობს. ამ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ სოფელში ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვალა და ეს თვალსაჩინოა. ჩვენი სოფლისთვის ყველაზე დიდი წარმატებად მე მიმოჩნია ასფალტიანი გზა. წარმატება ეს არის საბავშვო ბაღი, რომელიც აშენდა ჩვენ სოფელში. სწორედ ჩვენი მერის ქალბატონი ანივარდ მოსოიანის ხელმძღვანელობით, ასევე გაკეთა წყალმომარაგების სისტემა. დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე სკოლასაც მიხედავენ. ზოგადად ჩვენი სოფლის მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობით. კმაყოფილი ვართ, რომ ამდენი რაღაცა კეთდება ჩვენი სოფლისთვის. ძალიან ბევრი რაღაცები არის გაკეთებული, ძირითადად გზების ინფრასტრუქტურა, წყალი კეთდება, საბავშვო ბაღი, სტენდერია უკვე მოგებული და ბევრი რაღაცები კეთდება.